ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 65 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ამერიკული დახმარება ისეთი შეიარაღების მიწოდებას გულისხმობდა, როგორიცაა მაგალითად საჰაერო თავდაცვის საშუალებები, პატრიოტის სისტემები, ნასამსის სისტემები, საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, 3000-ზე მეტი საზენიტო რაკეტა სტინგერი, სხვადასხვა დანიშნულების რადარები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მობილური საარტილერიო სისტემები, ჰაიმარსები და მისი საბრძოლო მასალები. 200-ზე მეტი 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 3 მილიონი ჭურვით, ნაღმტყორცნები, აბრამსის ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, 3000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, გადასატანი ხიდები, ვერტმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები და ასე შემდეგ. ჩამონათვალი ვრცელია. ახლა კი როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ დახმარებას აჩერებს. უკრაინა სულ უფრო აქტიურად აწარმოებს საკუთარ იარაღს. მას აქვს ძალიან დიდი და მზარდი თავდაცვითი ინდუსტრია, რომლის ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება დასავლურ თავდაცვის კომპანიებთან თანამშრომლობით. სავარაუდოდ იარაღის ნახევარს, რასაც ახლა უკრაინა იყენებს, მისივე თავდაცვის ინდუსტრიიდან მიეწოდება. დანარჩენი კი ნაწილდება ამერიკასა და სხვა ქვეყნებზე, მაგრამ არის შეიარაღება, რის გამოც უკრაინელები საკმაოდ დამოკიდებულნი არიან ამერიკელებზე. თუ სიტყვაზე აი დრონების თავდასხმები, ბალისტიკური რაკეტების თავდასხმები, ავიაციის გამოყენება მკვეთრად გაიზრდება რუსული მხრიდან, საზენიტო რაკეტების ხარჯიც მაგალითად გაიზრდება სერიოზულად, თუ სახმელეთო კომპონენტში, რომელიც მიმართულებაზე მოიმატებს მექანიზებული შეტევები სიტყვაზე რუსების მხრიდან, შესაბამისად საარტილერიო ჭურვების ხარჯიც გაიზრდება და ასე ვთქვათ, პრობლემები იმაზე უფრო ადრე დადგება ბრძოლის ველზე, ვიდრე მოსალოდნელი არის. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის რადაში დახურულ სხდომაზე განიხილავენ იმ სავარაუდო სცენარებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების შეჩერებას მოჰყვება. რადას თავდაცვის კომიტეტის წევრის ფიოდორ ვენისლავსკის თქმით, უკრაინას სამხედრო მარაგი 6 თვის განმავლობაში ეყოფა. იმ შემთხვევაში, თუ კი შეჩერდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან სისტემური მხარდაჭერა. მისივე განცხადებით, სიტუაცია რთულდება და ოფიციალური კიევი იარაღის მიწოდების ალტერნატიულ გზებს უკვე ეძებს. სამხედრო დახმარების შეწყვეტა ტკივნეულია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვისაც. სამწუხაროა, რომ ქალაქები განადგურდა, ბიჭები მიწაში წვანენ. ესაა ყველაზე რთული, დანარჩენს ყველაფერს გადავიტანთ, ყველაფერი მოგვერდება ამის გარდა. თუკი ამერიკელები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ამ ქალაქში მცხოვრებ უკრაინელებზე ზრუნავენ, არ შეწყვეტენ ჰაერს საწინააღმდეგო საშუალებებისა და რაკეტების მოწოდებას. თუ ამ ყველაფერს შეაჩერებენ, ნიშნავს, რომ მათ ხალხი არ აინტერესებთ. იმედია ტრამპს შეუძლია პატიება და რომ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია და ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს გამოწვევებს ტრამპის გარეშეც გავუმკლავდებით. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, როგორც მან თქვა. და რომ მხოლოდ 2 კვირას გავძლებთ. ეს ასე არაა. თუმცა ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, უსაფრთხოების კუთხით დახმარების დივერსიფიკაცია შესაძლებელია. ევროპული ანალოგებით, გარკვეული ტიპის ამერიკული შეიარაღების ჩანაცვლება რეალურია. განსაკუთრებით თუ კი საუბარია საარტილერიო ჭურვებზე, რომლებიც რუსული ცოცხალი ძალის შესაჩერებლად ფრონტზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. თუმცა სამხედრო მიმომხილველები ასევე მიიჩნევენ, რომ დრო არ უნდა დაიკარგოს. არის მთელი რიგი შეიარაღების სახეობები, რომელიც დიდწილად შეიძლება ჩანაცვლდეს ევროპული ანალოგებით და ანალოგებიც არ არის საუბარი, მთელი რიგი საშუალები პირდაპირ იგივე ნიმუშები ევროპაში იწარმოება, მაგრამ ისეთი ასე ვთქვათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნიმუშები, როგორც არის ჰაიმარსის რაკეტები, არ იწარმოება ამ დრომდე ევროპაში, გერმანიაში შენდება ახლა ქარხანა, როგორც გითხარით, ასევე პეტრიოტის რაკეტები არ იწარმოება, მაგრამ იწარმოება სხვადასხვა ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო რაკეტები, ჰაერი რაკეტები, რომელიც შესაძლებელია იქნას ინტეგრირებული სხვადასხვა საზენიტო სარაკეტო კომპლექსებთან. ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა იკლებს. თუმცა გაზაფხულიდან, როდესაც ფრონტზე იერიშების ტემპი მოიმატებს, უკრაინას სამხედრო რესურსები აქტიურად დასჭირდება. როგორ ისარგებლებს ამით კრემლის მმართველი პუტინი, სწორედ ამ დროს გამოჩნდება. თუკი მანამდე ტრამპის გეგმით ცეცხლი არ შეწყდა და
კრემლის დასახული მიზანი უკრაინის ანექსია კვლავაც ძალაში დატოვა ვლადიმერ პუტინმა.